ორმოცგვერდიანი ანგარიში თომას ჰამერბერგისგან ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს ორი ძირითადი გზავნილი აქვს. პირველი შევცვალოთ ახლო წარსული და ეს გავაკეთოთ ადამიანების უფლებების სრული დაცვით. და მეორე, ჰამერბერგი ქართულ საზოგადოებას ურჩევს თავი დაანებოს წარსულში ყურებას და მომავალზე იფიქროს. ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი განცხადებას ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებაზეც აკეთებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პროცესი არ იყოს პოლიტიზირებული. კიდევ ერთი თემა, რაზეც ჰამერბერგი საუბრობს, 17 მაისის აქციაა. მისი შეფასებით სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში მთავრობის მხრიდან სამართლებრივი რეაქცია არასაკმარისი იყო. ის ამბობს, რომ ჰომოფობია ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლინებაა, ამიტომაც პოლიტიკოსებმა ნათლად უნდა განაცხადონ, რომ ეს არის გამყოფი ხაზი, რომლის იქეთ გადასვლა არ შეიძლება. ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ამ პროცესში ეკლესიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აუცილებელია კარგად შევისწავლოთ ახლო წარსული. ვიცით, რომ ათასობით სარჩელია შესული ომბუდსმენის ოფისსა და საგამოძიებო უწყებებში. საქმეები ეხება ყოფილი მთავრობისათვის ქონების იძულებით გადაცემის ფაქტებს, ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყოველი გამოძიება სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე უნდა ჩატარდეს და არ უნდა მოხდეს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ პირებს, აქტიურად ვიყავი ჩართული სპეციალური კომისიის მუშაობაში, სადაც მიმდინარეობდა დისკუსია იმაზე, უნდა განადგურებულიყო თუ არა აღნიშნული პირები. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აქ პრიორიტეტი ადამიანების უფლებების დაცვას უნდა მინიჭებოდა და მოხარული ვარ, რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინეს. თომას ჰამერბერგის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არის ამომწურავი და კონსტრუქციული. აქ წარმოდგენილი რეკომენდაციები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს თავაზობს ერთად შეიმუშაონ რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, ჰომოფობია და ისლამოფობია. ბატონი ჰამერბერგი ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იყონოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს შერჩევითი სამართლის გამოყენება, ასევე სხვადასხვა გამოძიების პროცესის პოლიტიზება და გარდა ამისა, ასევე არის საკმაოდ მკვეთრი შეფასება იმ მოვლენებზე, რომლებიც განვითარდა თვითმმართველობებში. საუბარია ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, რასაც ადგილი ჰქონდა და საუბარია სერიოზულ შეშფოთებაზე უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით აქცენტია დასმული 17 მაისზე და სხვადასხვა მოვლენებზე, რომლებიც მუსლიმთა მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სოფლებში.